დიდი მადლობა. მე დილეტანტი საქმეში და ამიტომ შეიძლება ჩემი კითხვები ცოტა სრულულად გამოჟღერდეს. პირველი კითხვა ჩემთვის არის თქვენ ახსენეთ ბატონო გიორგი, ჩვენი ოფიცრების ძალიან კარგი ტრეინინგი, მათი განათლება და საქართველოს სიყვარული და პატრიოტიზმი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს ძალა იქ სადაც ისინი არიან. და პირველი კითხვა რაც მებადება, რამდენად მარტივია რეჟიმისთვის მათი ჩანაცვლება. მეორე კითხვა არის, ჩვენს ჯარში არსებული რესურსი რამდენად მარტივია იმ სუსტი წერტილების დაცვა, სადაც შეუძლია რუსეთს რომ გადმოკვეთოს. და მესამე კითხვა არის თქვენი ნახსენები ჩtildeო მეზობლებისგან, რამდენად მარტივია მათთან მეგობრული ურთიერთობების დამოკიდებულება. პირველ რიგში ამ ოფიცრების ჩანაცვლება შეუძლებელია, იმიტომ რომ მაშინ უნდა შეცვალონ განათლების სისტემა. ანუ ახალი ოფიცრის მომზადებას სჭირდება 4 წელი და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ შეცვალეს განათლების სისტემა, დაიწყეს ახლებურად რაღაც რეჟიმის იდეოლოგიით ოფიცრების აღზრდა, სანამ ისინი ჯერ ოფიცრის საჭირო განათლებას მიიღებენ, შემდეგ შევლენ ჯარში, წლების განმავლობაში იმსახურებენ და აგროვებენ გამოცდილებას, ავტორიტეტს, დაწინაურდებიან, გახდებიან ბატალიონის მეთაურები, ბრიგადის მეთაურები, მოკლედ ამ საკარიერო სივრცის შევსებას დაახლოებით 20 წელი ჭირდება. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ერთი ხელის მოსმით ვიღაცამ შეძლოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოფიცრების ჩანაცვლება. თუმცა ძალიან დიდ წნეხს განიცდიან ქართველი ოფიცრები. ეს წნეხი, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ არის ირიბი წნეხია, მაგრამ მორალური დისკომფორტია აქვთ მათ, იმიტომ რომ ისინი რაღაც თავის ნაჭრში არ არიან ჩაკეტილი, ხო? მათ ყავთ შვილები, მეუღლეები, მეზობლები, ბოლოს საინფორმაციო არხებით ინფორმაციის მიღებაში დახელოვნებული არიან და მათი განცდები ზუსტად იგივეა, როგორც ჩვენ გვაქვს. და ზუსტად იმ პროპორციით, როგორც ჩვენ საზოგადოებას აქვს 80-20-ზე. და რა თქმა უნდა, იქაც არის რაღაც გარკვეული მასა ოფიცრების 20% მცირედი, 20% პირობითად ვამბობ, მაგრამ არა უმეტეს 20%-ისა, რომელსაც შეიძლება მართლა სურდეს რაღაც რუსეთის შემოსვლა, თუმცა მე ეჭვება ეხლა ძალიან პირობითად ვამბობ ამას. და შესაბამისად, როცა საქართველოს ხელისუფლება ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მათთვის მიუჩვეველია, აი ჯერ კიდევ 2 წლის წინაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ტრაბახობდნენ იმით, რომ ამერიკასთან სამხედრო ურთიერთობის დინამიკა იყო მაღალი. ხო? და ეხლა საქმეში შეიძლება თლად ისე ყველაფერს ესე ბოლომდე არ აკეთებდნენ, მაგრამ ეს იყო ყოველდღიურობა, ეს იყო დღის წესრიგი. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა 2 წელიწადში ამის შესვლა არავის არ შეუძლია. ეხლა ისინი იძულებული არიან რომ რაღაც ლავირება გააკეთონ, საქართველოს შეიარაღებული ძალები რაღაცნაირად ჩამოაშორონ პროცესებს. და ბედნიერი არიან იმით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახით შიდა პრობლემა არ აქვთ. და ვერ ხვდებიან იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უბრალოდ მათ შიდა დისციპლინა აქვთ, ესეთი რომ ქართულ შიდა პოლიტიკაში უბრალოდ არ ჩაერიან. ეს მათი განათლების შემადგენელი, მათი მსოფლმხედველობის შემადგენელი ნაწილია. ხო, მაგრამ ჩვენო პოლიტიკოსებმა ხო ეს არ იციან, ახლა ჩვენ პოლიტიკოსები მაგალითად იმიტომ აწყობენ ხოლმე პოლიციურ სახელმწიფოს და იმიტომ არის პოლიციურ ქართული სახელმწიფო, რომ მათ ეშინიათ სამხედრო გადატრიალების. მაგრამ საქართველოში სამხედრო გადატრიალება სამხედროებს არ მოუხდენიათ. საქართველოში სამხედრო გადატრიალება მოახდინეს სამოქალაქოებმა. მიუხედავად იმისა, მათ იარაღი ეკავათ თუ არ ეკავათ ხელში, და ეკავათ ხელში, ეს არ ნიშნავდა, რომ ისინი სამხედროები იყვნენ. და მათ რომელიმე წარმოადგენდა ოფიცერს, რა მნიშვნელობა დაკავებულ თანამდებობას, აქ აღზრდაზე და განათლებაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე მარტივად, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ოფიცრების შემადგენლობა, რომელიც ეყოფა კიდე ერთ ანუ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაორმაგებას. ჩვენ გვყავს კარგი რეზერვი ადამიანების, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ავღანეთში მისიებში წლების განმავლობაში. მე მათ გარკვეული კაპიტალი დააგროვეს, გარკვეული დავრილობა დააგროვეს. ეს სამოქალაქო ცხოვრებით არიან დაკავებული, მაგრამ მათი უნარჩვევები არსად არ დასულა. ისინი ისეთივე ჩვევების მატარებლები არიან, რაც ჯარისკაც ჭირდებათ. ამიტომ ჩვენ იმაზე დიდი სამხედრო კაპიტალი გვაქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია, ვიდრე ხელისუფლება გვეუბნება და ეს კარგად იციან რუსებმა. მარტო ის დეკლარირებული 37,000 კაცი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები, არ შემოფარგლავს იმ მეომრების რაოდენობას, რაც საქართველოს ჰყავს. თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი არიან უცხოეთში წასული. აგერ ოფიცრების მთელი კოჰორტა არის ხო სამწუხაროდ პრობლემს ამერიკაში არიან, იმიტომ რომ ოცნება ვერ შეინარჩუნა ისინი
არ მოინდომა მათ შენარჩუნება, მაგრამ საქართველოშიც იმდენად ბევრი არიან, რომ ჩვენ ნებისმიერ ვარიანტში შეგვეძლება ყველა სამხის მოგერია. მაგრამ უყურეთ, მე არ წავალ იქითკენ, რომ ჩვენ უნდა ვიობოთ. არა, ჩვენ არ უნდა ვიობოთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენთვის თავარი არის მშვიდობა. და საქართველოს შეერაღებული ძალების ანუ საქართველოს თავდაცვა შედგება ორი საფეხურისგან. ბოლო საფეხური არის თავდაცვა. ანუ უშუალოდ ბრძოლა საქართველოსთვის. მაგრამ თავდაცვის პირველი საფეხური არის შეკავება. და ეს არის მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ კიდევ საზოგადოება ამ თემას არ იცნობს, მთელი მსოფლიო ამაზე აგებული. ანუ შეკავება არის ნომერ პირველი საქართველოს შეერაღებული ძალების შესაძლებლობა. და შეკავება არის ის რიცხვები, რაზეც მე ვისაუბრე. ანუ ის რომ საქართველოს შეერაღებული ძალებს შეუძლია ბრძოლის ველზე გამოიყვანოს 30000 კაცი. რომ საქართველოს შეერაღებული ძალებს ყავს ოფიცრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 24 საათის განმავლობაში დაბრუნდებიან საქართველოში. რომ საქართველოს ყავს უკრაინაში მებრძოლები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში ჩამოვლენ საქართველოში საუბრად. რომ საქართველოში ბევრ სოფელში არის ათეულობით ქართველი გლეხი, რომელიც 3-4-5 წლის წინ იყვნენ სამხედროები ეწოთ ფორმა და ავღანეთში მისიაში თავს აწონებდნენ ამერიკელებს და ამერიკელი ჯარისკაცებთან გვერდ-გვერდ მათ თანასწორად ასრულებდნენ სამხედრო მისიებს. აი ეს არის შემაკავებელი ფაქტორი. ამიტომ კითხვა თავარი თემა არის, რომ ომი არ იქნება. ომში როგორ გავიმარჯვოთ, ეს პროფესიონალების თემა, ეს სქემებია უამრავი, ის რომ გეოგრაფიულად ძალიან ძნელია საქართველოს წინამდე ბრძოლა, შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ 42 წლის არმიათა დაჯგუფება გერმანელების 1942 წელს 1.3 მილიონ დაჯგუფება, რომელმაც კავკასია ვერ გადმოლახა, იმიტომ რომ ორი დივიზია ამ დროს კავკასიას იცავდა სულ რაღაც ორი დივიზია. არა იმიტომ რომ არ უნდათ, არამედ ვერ მოახერხეს, უბრალოდ ესეთი გეოგრაფია გვაქვს. და თუ ამ გეოგრაფიის გამოყენებას მოვინდომებთ, ჩვენ უბრალოდ ეხლა იმიტომ გვეშინია, რომ ხელისუფლებაში გვყავს არაეროვნული ხელისუფლება, არაკომპეტენტური მარტო არა, არაკომპეტენტურს კიდე რაღაცა ეშველება. უბრალოდ კოლაბორაციონისტი ხელისუფლება. მაგრამ ეს უბრალოდ ეს შემაფერხებელი ფაქტორია. იმ წუთში, როგორც კი საქართველოს ხელისუფლება ჩამოიხდის ნიღაბს და პირდაპირ განაცხადებს, რომ ის რაიმე ფორმით კაპიტულაციაზე თანახმა არის, იქ დამთავრდება საქართველოს შეერაღებული ძალებსა და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის რაიმე ტიპის ურთიერთობა. ბატონო, მე მინდა როგორაც კითხვას დავუმატო ერთი ძალიან კონკრეტული რეკომენდაცია. როგორც დასაწყისში გითხარით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის შეგაიარაღოთ იმ იარაღით, რასაც ინფორმაცია ქვია. ძალიან კარგი შეკითხვა იყო იმაზე, რომ შეუძლია თუ არა ის გულანთებული პატრიოტი ოფიცრები, აი ეს ერთ თითის გადაკრებით შეცვალოს თუნდაც, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ რუსი ოფიცრები. თეორიაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია. პრაქტიკაში შეუძლებელია და თუ არ ვიცი რატომ, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მაგის გაკეთება, ყველა თქვენგანი მაგას გაიგებს. გაიგებს, იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგენ, რომ არ არსებობს ეხლა ცნობილი ფაქტია 6 ხელის ჩამორთმების ამბავი, რომ ჩემსა და ნებისმიერ თქვენ ვინც მე არ მისმობს, ვინც ეს პირველად ნახა, შორის 6 ადამიანი, მე 6-ე ვიღაცა ნაცნობი გვეყოლება. და თუ შემთხვევით მოსახლეობამ გაიგო, რომ მასიურად ხდება ოფიცრების დათხოვნა ჯარიდან, ეს უკვე არის ის, რასაც ქვია ტრიგერი და ის ალერტი, რასაც ქვია ინგლისურად, რომელიც უკვე მოსახლეობამ უნდა გაითავისოს და შესაბამისად ცოტა სხვა ქმედებები უნდა გავაკეთოთ. იმედია აქამდე არ მივა არასოდეს, იმიტომ რომ არავის ეგაზრი არ მოუვა. მადლობა კითხვისათვის. აქვე რო თქვათ იყო შეკითხვა ჩრდილოეთ კავკასიასთან ჩრდილოეთ კავკასიასთან მეგობრობაზე იყო საუბარი. მე გეტყვით ასეთ რაღაცას, რომ ძალიან ისეთი საბაზისო გაგებით, მეგობრობა ორ მხრივია, ცალმხრივ მეგობრობა არ არსებობს. მინიმუმით რო დავიწყოთ, ყველაზე მინიმალური საქართველოს გენეტიკური მეგობრები არის ინგუში ხალხი. მე პირადად შემხოდრია ინგუშები ჩემ ცხოვრებაში, მქონია მათთან ურთიერთობა და ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, წარმოუდგენლად ჩვენიანები არიან, რო იტყვიან. ჩრდილოეთ კავკასიაში იმ რაოდენობის სხვადასხვა ეროვნებები არიან, ეხლა ინგუშები მე რატო გამოვყავი, რომ მართლა გენეტიკურად ჩვენები არიან. იმიტომ უბრალოდ ძალიან ბევრი მცირე ერებია, რომლებიც შინაგანად არიან უაღრესად თავისუფლების მოყვარეები და უბრალოდ სხვადასხვა პერიოდებში მქონდა ყველასთან სამწუხაროდ არა, მაგრამ სხვადასხვა ეროვნებებთან
ნორმალურ ასე თქვა ჩამოყალიბებულ ხალხთან ურთიერთობა და მათი შემშურებია იმდენად გულანთებული პატრიოტები არიან თავისი ერის და იმდენად სერიოზულად უნდათ მათ თავისი ერების თავისუფლება იგივე რუსეთის მონობისაგან. მე ჩემი მხრიდან ვიტყვი ასეთ რაღაცას, რომ ყველა თუ არა აბსოლუტური უმეტესობა ჩრდილო კავკასია საქართველოს აღიარებდა და დღემდე აღიარებს კავკასიის ცენტრად. და მე ვერ წარმომიდგენია რომ თუ მართლა 1-2 თვით გამორეცხილი და რუსებზე მიყიდული თუნდაც ჩეჩნები ავიღოთ ახლა ძალიან ცნობილი ამბებია. რაც ჩეჩნებმა თავის დროზე ჩეჩნებს დაბრალდა საბოლოოდ, მაგრამ ჩეჩნები ბასაევით დაჯგუფებაზე ვამბობ ბავშვი 90-იანებზე. სინამდვილეში ჩეჩნები ნაწილი იყო, აი თვით გამორეცხილი ჩეჩნებს ვთქვათ. დიდი ნაწილი იყო ჩვეულებრივი რუსი, რომელიც უბრალოდ ბასაევის დაჯგუფებაში ოფობდა. მე შევხვედრილ ვარ ჩეჩნებს, რომელსაც ჩემთვის პირადად ბასაევის ქმედებებისთვის, რასაც ქვია, აი მიწამდე ბოდიში მოუხდიათ. და თვითონ უთქვიათ, რომ სანამ ცოცხალი იყო, რომ ბასაევმა ჩეჩნებს ამბავი დაგმართა, პირდაპირ გეტყვით, მოგებული ომი მაგან წაგვაგებინაო, ანუ თუ გახსოვთ, პირველი ჩეჩნური ომი რეალურად დასრულდა რუსეთის კაპიტულაციით, ხასავირის ხელმოწერით. და მეორე ომი ბასაევმა დაიწყო პრაქტიკულად მიზეზების გარეშე. ასე რომ მე ერთ მომენტ ახლა დეტალებში ეხლა ვერ ჩავალ, მაგრამ გარანტიას გავდოთ, რომ გვექნება ჩვენ შეხვედრები. ჩრდილო კავკასიის რასაც ქვია თემასაც ძალიან დეტალებში ჩავშლით, მოვიყვანთ იმ ხალხს, რომელმაც ჩემზე გაცილებით უკეთესად იცის ჩრდილო კავკასიის სიტუაცია და მიიღებთ ზუსტად იმას, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვწუნეთ სიტყვაზე, რომ ჩრდილო კავკასიასთან ჩვენ მეგობრობა გვაქვს და მათაც მეგობრობა აქვს ჩვენთან. მადლობა. ძალიან მარტივად, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ძნელი. იმიტომ რომ ეს არის ჩვენ დავადგინოთ ბევრი ტრადიცია. თუმცა თუ პრაგმატულები ვიქნებით, მარტივი არის იერარქიით მეგობრობა. როგორც კი ჩვენ საწყობებს გავხსნით და იერარქს ვაჩვენებთ ჩვენ მეგობრებს, ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო მეგობრობა და რუსეთს ძალიან ეწყინება ეს. და ამის შესაძლებლობა არის უმარტივესი. თუმცა არის უფრო ხმა მეგობრობაზე საუბარი და იმის გამო რომ ჩვენ ვარი ვთქვით კავკასიელებთან მეგობრობაზე, რატომღაც ყველა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიამ დაიწყო მეგობრობა ISIS-თან, სადაც სირიაში, სადაც მიდიოდნენ ბოევიკებად, ამაში თანხას იღებდნენ, თუმცა ეს არის ის თავგადასავალი მოყვარული ადამიანები, რომლებიც ჩვენიერად იმსახურებდნენ, ჩვენ რო პრაგებივით შეგვექმნა კავკასიური ლეგიონი. და აქ კავკასიელებისთვის მიგვეცა საშუალება, რომ აქ ესწავლათ სამხედრო საქმე, ის თავისი თავგადასავლების ყურვილი აქვე დაეკმაყოფილებდნენ და ძალიან მარტივი იქნებოდა. მე და პატა ვცდილობდით ერთი პერიოდი უცხოელების არაფერია კავკასიელებისთვის გავაკეთებინა ენობრივი კურსი გავაკეთეთ და მიგვეღო ჩრდილოეთ კავკასიელები აკადემიაში ოფიცრის განათლება მიეღოთ. მაშინ ეს თანხმობა მივიღეთ, სამწუხაროდ მე სხვა მიზეზის გამო ეს პროექტი შეწყდა, მაგრამ ძალიან მარტივი იქნებოდა, ჩვენ გვეყოლებოდა ჩეჩენი, ინგუში ოფიცრები, რომელიც ქართველი ოფიცრების გვერდით და მათი ოჯახები აქ იცხოვრებდნენ, იმსახურებდნენ საქართველოს შერაგებულ ძალებში 10 წელი, 15 წელი, ან ხელშეკრულებით, ჩვენ პროფესიული არმია გვაქვს და ეს პროფესიული არმია იცნობს ხელშეკრულებით მსახურს. და ისინი იქნებოდა ჯოგრაფიულად პატიოსანი კეთილსინდისელი, როგორც არის ჩრდილოეთ კავკასიელი, როცა სიტყვას იძლევა და როდესაც ყველა ურჩევნია რომ მოკდეს ვიდრე ეს სიტყვა დაარღვიოს და ჩვეულებრივად ჩვენ დავიწყებდით ამ მეგობრობის აღდგენას. და ამ მეგობრობას ერთ-ერთი თავის დროზე წინ ესე ვთქვი აიღებებოდა თურქული და ირანული ოქროს ტუნიანები, შემდეგ რუსეთი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასია ყოფილიყო ორი განსხვავებული რეგიონი, ერთმანეთისგან დაშორებული და არაინტეგრირებული. ესეთი ორი რეგიონი საბჭოთა კავშირში სხვა არ იყო, რომელიც რაღაცნაირად უხილავი ხაზით იყო ერთმანეთისგან გამიჯნული. ანუ მარტივიც არის და რთულიც არის. როცა თუ დამჭირდება მარტივადაც შეგვიძლია მოვაგვაროთ, მაგრამ მე რეალობაში ჩვენ ნამდვილ სახელმწიფოს შენებობას რო დავიწყებთ, მესამე რესპუბლიკის შენებობას რო დავიწყებთ, ეს ყველაფერი ძველი რაც გვაქვს, რაც აპრობირებულია და რაც მუშაობდა, ეს ყველაფერი უნდა ავადგინოთ. შეიძლება იმ ფორმით არა როგორც იმ არქაული ფორმებით, მაგრამ თანამედროვე ფორმებით, ამის საშუალება არსებობს. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ იმისათვის რომ სხვა შორის კარგია რომ ყველა ფაქტორი კიდევ ერთხელ მადლობა სუხთი ორგანიზატორებს, ან ტექნიკური აღჭურვილობის ამ ყველაფერს მომზადება უნდა, ხო, ერთი შეხედვით თითქოს დაარჩენს, მაგრამ
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რაღაც ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ.